გიორგი ტუმასიანია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა. მოგესალმებით. პირველ რიგში რამდენად ხედავს ევროპა რუსული ჩარევის რისკებს და რამდენად მზადაა იმოქმედოს ამის დასაზღვევად? ალბათ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი. რა თქმა უნდა, ევროპა ხედავს ამ ჩარევას, რადგანაც თავად სომხეთიც საუბრობს ღიად ამ ჩარევაზე და სწორედ სომხეთის მოთხოვნა არის მათ შორის, რომ ევროპული მისია იყოს სომხეთში და დღეს დამტკიცდა მეორე მისია უკვე სომხეთში 2 წლიანი მანდატით, ზუსტად იგივე შინაარსით, რაც არის მოლდოვას შემთხვევაში. ეს არის ერთი მისია არის, როგორც საქართველოში გაგვაჩნია, სადამკვირვებლო მისია საზღვარზე აზერბაიჯანთან და ეს არის რეალურად სამოქალაქო მხარდაჭერის მისია, როგორც მოლდოვაში, რომელიც იქნება კიბერუსაფრთხოების, ცრუ ინფორმაციის და манипуляციების და გარე ჩარევებისგან კომპლექსური 2 წლიანი მანდატით, თუმცა ამის ფარგლებშივე სწრაფი რეაგირების ძალები იქნება გაგზავნილი ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, ალბათ ან კვირეებში, ევროკავშირის, რომლებიც იქნებიან ჩართული სწორედ წინასაარჩევნო გარემოში, რადგანაც ჩარევის დონე საკმაოდ დიდია, პრინციპში უკვე არის გარკვეული შედეგები ამ ევროკავშირის დახმარების, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული რაოდენობით არალეგალური ფულია აღმოჩენილი, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა სხვადასხვა ხერხით სომხეთში. კი ბატონო, აი ფულის გარდა რა ჩანს, სად შეიძლება ჩაერიოს რუსეთი და ვინ არის ამ ეტაპზე ფაშინიანის მოწინააღმდეგე, რომ შეუქმნა წარმოდგენა, ასე ვთქვათ, ჩვენს მაყურებელს. რამდენი პარტიაა ჯამში? კი ბატონო, რუსეთის ჩარევა პირდაპირ იყო ვლადიმერ პუტინის და ფაშინიანის შეხვედრის დროს, როდესაც თქვა, რომ იქ ჩვენ მეგობრები გვყავსო სომხეთში და პრორუსული ძალები ასე უწოდა და სამվել კარაპეტიანზე ჰქონდა საუბარი რუსი ოლიგარქი, რომელიც ძალიან სერიოზული რესურსით 5 მილიარდზე მეტი გააჩნია, შემოსულია ეხლა სომხურ პოლიტიკურ ველზე. მეორე მხრივ ეს ცხადი არის რობერტ ქოჩარიანი, ყოფილი პრეზიდენტი, ძალიან პრორუსული ადამიანი და დაშნაკ ცუცუნთან ერთად გადის, ასე ვთქვათ, ნაციონალისტური ტიპის ნარატივები, თუმცა მნიშვნელოვანია, რაც სამվել კარაპეტიანმა ბოლო მიტინგზე ჩამორჩა ამ დღის წესრიგს. მათი ძირითადი დღის წესრიგი ახლა მთა არარაც და ყარაბახის თემას უკავშირდება, რაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. იგივე ქოჩარიანი, როდესაც პრეზიდენტი იყო, ასეთი ლოზუნგები არ ჰქონდა ნამდვილად. ეს არის სუფთა პოპულისტური. გარდა ამისა, კარაპეტიანი რუსი ოლიგარქი სწორედ ეკლესიის თემით манипуლირებს, ანუ აქ ჩანს აშკარა კოორდინაცია ამ ძალებს შორის, მესამე ძალა დაემატა, ახლა კიდევ ერთი მილიარდერი გაგიკ წარუკიანი, რომელიც ედინაია რასიასთან მისი პარტია საკმაოდ მჭიდრო კავშირებში არის. ამ პარტიებს სურთ გადალახონ ბარიერი ერთად, დააგროვონ ერთად 50%-ზე მეტი. ანუ ყველა გაერთიანებულია საბოლოო ჯამში მაინც ფაშინიანის წინააღმდეგ, რომ როგორმე ფაშინიანი დაამარცხა. დიახ. სხვადასხვა ხერხით იქ მთელი დავა ახლა მიმდინარეობს იმაზე, რომ სამվել კარაპეტიანს კონსტიტუციით არ შეუძლია გახდეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, იქ არის შეზღუდვა, რომ უნდა დაუშვითო პუტინმა პირდაპირ ითხოვა, ხო? კი ბატონო, მაგრამ სომხეთის ფაშინიანო უპასუხარო კონსტიტუციით ვერა და კონსტიტუციის შეცვლა საკმაოდ რთული რამეა სომხეთში. და ასე რომ მისი პრემიერობა გამორიცხულია, ორი სცენარი არის. ან სამվել კარაპეტიანს ეყოლება საკუთარი ირაკლი კობახიძე, როგორც ბიძინა ივანიშვილს და შეცვლის ხოლმე, ესეთი მოდელი შეიძლება იყოს, ან მეორე მოდელი არის რობერტ ქოჩარიანს საბოლოო ჯამში მოსკოვი ეთყვის ყველა ძალას რომ მიეცით, იმიტომ რომ ვიცით პუტინთან ერთად კგბ-ში საკმაოდ აქტიურად სწავლობდა თავის დროზე. რა განწყობით არის და რა მოლოდინია რეალისტები რომ ვიყოთ ამ არჩევნების შედეგების თვალსაზრისით, თავად ფაშინიანი მყარად გამოიყურება. მიუხედავად ამ ძალიან ცხადი რისკებისა, რომელზეც ის ხმამაღლა საუბრობს. კი ბატონო, რისკები სერიოზულია, რადგანაც ეს ძალები ასევე იყენებენ პირდაპირ ეკლესიას და ეკლესია პრაქტიკულად გულისხმობ ხელმძღვანელობას ხო იქ კატრიჩნერსენის, ანუ გარეგინ მეორის ჩართულობით პირდაპირ არის შესული აი ამ ნარატივებში. რუსეთში ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ ვინც მისცემს ხმას ფაშინიანს, ცოდვას ჩაიდენსო და ეკლესიის გარეთ დარჩებაო. ნუ ეს არის პირდაპირ კგბ-ს მიერ გამოყენება ამ ინსტიტუტის გასაგებია და გეტყვით, რომ
კონკრეტულად ეს არის გარეგინ მეორის ძმა, რომელიც რუსეთში ეპარქიას ხელმძღვანელობს. მასზე სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომ საბჭოთა დროს იყო KGB-ს აგენტი. და ეს არის პირველი შემთხვევა სომხეთის ისტორიაში, რომ ესეთი დოკუმენტი გამოქვეყნა. ანუ KGB-ს აგენტთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ დაშნაკ ცუცუნმა გამართა პარიზში რამდენიმე დღის წინ დიდი სამიტი და იქაც დიასპორის სახელით რის უფლებაც არ აქვთ, მაგრამ გაყალბებით ამ ყოლაფრის განაცხადეს, რომ დიასპორა ფაშინიანის წინააღმდეგ არის. მოკლედ, KGB და რუსული სპეცსამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ველი შექმნან მის წინააღმდეგ. ეკლესიის გამოყენებით და დიასპორის გამოყენებით, მაგრამ ევროპაში მყოფი ემიგრანტების დარწმუნება ასე მარტივია, რომ პრორუსებს მისცეს ხმა? არ არის მარტივი, ჯერ მათი ჩართულობაც ნაკლებია, ძირითადად დაშნაკ ცუცუნის როლი არის დიასპორაში გავლენის ჩვენება, ვიდრე რეალური გავლენები ნაკლებად გააჩნია. ამ ყველაფრის მიზანი არის საბოლოო ჯამში ფონის შექმნა, იმიტომ რომ ფაშინიანის ანტიეროვნულ, ესე იგი, მახასიათებელს აძლევენ, ანუ ცდილობენ ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენონ და შეკრან ასეთი იმიჯი მისგან. საბოლოო ჯამში ყველაზე ფაშინიანს ძალიან საინტერესო სათაური აქვს მოძებნილი ამ სამივე პარტიის გაერთიანებისთვის, ხომ? რას ეძახის მათ და რატომ? სამთავიანი ომის პარტია, იმიტომ რომ ჯერ ერთი სამთავიანი, იმიტომ რომ ერთი შინაარსის არიან, იმართებიან რუსეთიდან, მეორე მხრივ ომის პარტია, იმიტომ რომ შვიდობის შეთანხმება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი, მის გადახედვას ითხოვენ და მასში რუსეთის, ჩინეთის და ირანის ჩართვას სხვადასხვა ფორმით ამბობენ ეს ძალები. პირდაპირ აი ამ საბრძალაზე არის საუბარი, რაც გამორიცხავს, რომ ვაშინგტონის შეთანხმებები დარჩება. იმიტომ რომ იქ ახლა ვაშინგტონი რუსეთს თუ ჩინეთს თუ გარანტია მშვიდობის უკან წაღებული ამ შემთხვევაში. ასე რომ ეს არის ზუსტი ლოგიკა ამ შემთხვევაში, პარალელს ვერ გავავლეთ ცხადია ქართული ოცნების ცრუ და მანიპულაციური სისტემასთან, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობენ პირდაპირ რომ ყარაბაღის კონფლიქტის თემაში დავბრუნდებით, რაც გამორიცხავს რეგიონში კონსტრუქციულ განვითარებას და სწორედ ამიტომ ფაშინიანი ამბობს, რომ არ უნდა დავბრუნდეთ. პუტინმა პირდაპირ მოსკოვის შეხვედრაზე ყარაბაღის თემა დააყენა იქ დღის წესრიგში და თუ გახსოვთ, ფაშინიანი პირდაპირ თქვა, რომ არ მინდა ამ თემის განხილვა. ანუ სომხეთის პოზიციაა, რომ კონფლიქტურ ლოგიკას არ დაუბრუნდეს, იმიტომ რომ საკმარისზე მეტი ქონდა ეს გამოცდილება და რა თქმა უნდა, რეიტინგებით ფაშინიანს აქვს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, 60-70%-ის მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობის. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ, თუმცა საკმაოდ სერიოზულია მცდელობა რუსეთიდან იქ მოქალაქეების ჩაყვანის, ვინც ორმაგი მოქალაქე არის და ხმის მიცემის, მათ შორის ასეთივე პროცესები არის ჯავახეთშიც დაწყებული, იქაც გარკვეულწილად უკვე არის ზემოქმედების მცდელობები. სამվել კარაპეტიანს ჯერ ჯავახეთშიც ხო ბევრი კავშირი აქვს რუსეთთან სანათესაო და სამუშაო და ასე შემდეგ. იქ არის სწორედ სამվել კარაპეტიანის ფინანსური მდგენელი და სხვა გავლენები, ანუ ცდილობენ რომ მაქსიმალურად რეალურად ხმების მობილიზაცია მოახდინონ საკმაოდ სერიოზულად. ანუ მოსყიდვა ქველმოქმედების სახელით ეს სცენარი რუსული მუშაობს? დიახ, აგერ გუშინ დააკავეს ორი ქალბატონი სომხეთში, სამվել კარაპეტიანის რუსი ოლიგარქის პარტიის წევრები, რომლებიც ღიად უბრალოდ ფაქტზე ანუ მოსმენის შედეგად ტელეფონის დაადგინეს, რომ პირდებოდნენ მოქალაქეს ქრთამს პრაქტიკულად, მათ შორის ქარხანა აქვს 200 ადამიანი მუშაობს და თუ 200 ადამიანი ხმას მისცემს, ქრთამს პირდებოდნენ, რომ კონტრაქტებს გაუფორმებენ ამ ქარხანასთან და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ის რუსული მეთოდი, თუმცა სომხეთში ახლა ძალიან მკაცრი კანონმდებლობა არის ქრთამზე, წინასაარჩევნო ქრთამად ითვლება არა მხოლოდ ფული, არამედ ნებისმიერი ტიპის ბენეფიტი და ისჯება არა მხოლოდ ადამიანი, რომელიც ამას გასცემს, არამედ თანაბრად ვინც იღებს, ასე რომ სერიოზულია საკმაოდ ეს შეზღუდვები და დასჯის მექანიზმები. კი ბატონო, უნგრეთში კრემლის დამარცხების შემდგომ ევროპის ყურადღება არის გადატანილი სომხეთზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ევროპელების ყურადღება რეგიონზე გამახვილებულია, რაც ძალიან კარგია საბოლოო ჯამში და ფაშინიანმა მოახერხა ის, რასაც ვერ იფიქრებდა ვერავინ, მათ შორის ვერც ივანიშვილი, როცა ჩასული იყო თავის დროზე და სომხეთის საგარეო პოლიტიკას იწონებდა, რა თქმა უნდა ახლა მას არ მოწონს ეს საგარეო პოლიტიკა. ძალიან მენიშნა მე პირადად, როცა აქ იმყოფებოდა ფაშინიანი, მის მიერ გაკეთებული აქცენტი სუვერენულ პოლიტიკაზე. ის გახდა სომხეთის სუვერენული ლიდერი ძალიან რთულ
გამოწვევების პერიოდში, როცა ჯერ კიდევ რუსული ბაზაა ამის ტერიტორიაზე და როცა რუსეთთან აფილირებულია ყველაფერი სომხეთში, მან რაღაცნაირად მოახერხა ამის გარღვევა დასავლეთისკენ. რამდენად ხარდაჭერილია ეს საზოგადოებაში, თქვენ კი თქვით, რომ დაახლოებით ამდენ პროცენტს უწინასწარმეტყველებენ მას, მაგრამ რამდენად ხარდაჭერილია საზოგადოებაში, როგორც ლიდერი, რომელმაც გაბედა წინააღმდეგობა და შეცვალა მრავალწლიანი კურსი სომხეთის, ხო? საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია საზოგადოების უმრავლესობის შეგვიძლია ვთქვათ სომხეთში, იქედან გამომდინარე, რომ სომხეთმა პირველად იგრძნო რა არის რეალური სუვერენიტეტი. პირველად ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსტიტუტები რუსეთისგან დამოუკიდებლად. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც შესავალში თქვენც ამბობდით, რომ ეხლა ფრანგული დელეგაცია არის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კომპანიები, მაღალტექნოლოგიური, ანუ სომხეთში ხედავენ, რომ დასავლეთთან თანამშრომლობა არის სომხეთის განვითარების მათ შორის უზარმაზარი შესაძლებლობა და პერსპექტივა. სომხეთში ასევე ხედავენ, რომ დასავლეთი არის მოკავშირე სომხეთისთვის და ბევრი რამ აკავშირებს სომხეთს ისედაც საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან. სწორედ ამიტომ ბუნებრივად იქ საზოგადოებაში ახლა არის განწყობა აქეთკენ. გარდა ამისა, იქ რა თქმა უნდა საზოგადოება ხედავს საქართველოში რა ხდება. პირდაპირ საზოგადოებაში განცდაა, რომ ივანიშვილი 2 სცენარი არ უნდა დავუშვათ. ესმით და პუტინის აღიარების შემდეგ მაგას კომენტარი აღარ ჭირდება. იმ საზოგადოებაში პუტინისადმი დამოკიდებულება არის მკვეთრად ნეგატიური. ეს არ არის რამდენიმე წლის წინ არსებული სომხეთი, სრულიად სხვა ვითარება არის. ანუ ახლა პუტინი ცდილობს იქ გაათამაშოს ივანიშვილი 2 სცენარი, ოლიგარქი, დიდი ფულით, რომელიც მოქმედის სახელით და დაიპყრობს გულებს და დააპირებებს გასცემს შეუსრულებელს და მერე შეუცვლის კურსს სომხეთს. ეს არის რეალური სცენარი? უფასო ჩინური ფული, ქარხანა ყველა სოფელში. როგორ გავს დაპირებებით? მილიონი ქართულ სოფელს გვახსენდება ივანიშვილის დაპირება. ყველა დედაქალაქში ძლიერი ვიქნებითო და ნახეთ სია როგორ ჩამოთვალა მოსკოვში, ვაშინგტონში, ლონდონში და პეკინში ვიქნებითო ძლიერი. ბრიუსელი გამორჩა და აი შემთხვევითი ხომ არ არის რომ მე აქაურ რუს ოლიგარქსაც ბრიუსელთან არ სურს კავშირები და ვაშინგტონთან ტრანზაქციული ურთიერთობებისთვის მზად არის. გასაგებია, იმიტომ რომ მოსკოვიც მზად არის ვაშინგტონთან ტრანზაქციული ურთიერთობებისთვის და ევროკავშირი, რომელიც ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის მხარდამჭერი რჩება მთავარი დედამიწაზე, მის წინააღმდეგ არის ეს რუსული რეჟიმი. ყველაფერი გასაგებია სომხურ საზოგადოებასაც ესმის და რა თქმა უნდა ბოლო წლების იცით რატომ გეკითხებით ამას, რამდენ ესმის საზოგადოებას, იმიტომ რომ უნგრეთისგან განსხვავებით, რომელიც ევროკავშირის წევრია, სადაც კიდევ უფრო მარტივია შავის და თეთრის გარჩევა, ხომ? ამ რეგიონში, სადაც ხანგრძლივად იყო ფეხმოკიდებული რუსეთი, აღმოჩნდა, რომ რუსული პროპაგანდა მიმართ საზოგადოება უფრო მოწყვლადია, ომის შიში უფრო რაღაცნაირად ცხადია, მაგრამ რამდენად მოახერხა ფაშინიანმა ამის შეტრიალება პირიქით, აი იქით ეძახის მათ ომის პარტიას და ხო, მათი გამარჯვების შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტი ცოცხლდება, ეს ძალიან ცხადია მაინც ასე ერთი შეხედვით, მაგრამ რამდენად ესმის ეს სომხურ საზოგადოებას, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდა და ავტორიტარები რაზე აკეთებენ აქცენტს, ხომ? თითქოს პატრიოტიზმზე, სინამდვილეში პირიქით. და ეს პატრიოტული თემა ტერიტორიული მთლიანობის წესით ძალიან მოწყვლადს უნდა ხდიდეს საზოგადოებას. ამ ნაწილში როგორ არის საქმე? კი, რა თქმა უნდა, ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ გარკვეული სეგმენტი საზოგადოების ემოციური არის, იმიტომ რომ საკითხი ეხება იდენტობის საკითხებს, ეხება ისტორიულდან ღირსების საკითხებს, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს უმრავლესობას ესმის, რომ ერთი მხრივ ხედავენ ბენეფიტებს, რომელიც მოდის სამშვიდობო შეთანხმებიდან ვაშინგტონის ფარგლებში, მათ შორის ერთი წელია არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა საზღვარზე და ეს არის ხელშესახები ბენეფიტი, აგერ ახლა ვუყურებდი ზუსტად ფაშინიანი ხდებოდა ადამიანს და ქუჩაში ეუბნებიან, რომ მადლობა, რომ აღარ არის მსხვერპლი საზღვარზე. ეს არის კონკრეტული ხელშესახები, შედეგი ამ ყველაფრის. გარდა ამისა, გეტყვით, რომ აგერ 2 დღის წინ იყო ინფორმაცია, რომ მოლდოვაში ახლა ცდილობენ გარკვეული ადამიანების რუსები, ანუ სპეცსამსახურები ჩართვას, ასე ვთქვათ, და სომხეთში ჩაყვანას, რომ ევროპული პოლიტიკური სამიტის პარალელურად იქ ჩაწერონ გარკვეული მოწოდებები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისადმი და იყენებენ LGBT თემას ამ კონტექსტში. ეს ტრადიციული რუსული კრემლის მეთოდია. კი ბატონო. და ამ თემის რეალურად მაგალითად გამოყენება, თან ეს გახსოვთ რომ იყო და იმედმა პოსტირიმ და რუსთავიორმა რომ გააშუქა გახსოვთ ყალბი ნიუსი ფაშინიანთან დაკავშირებით ამ თემაზე, აშკარად რუსეთი ასევე აი
ამ თემებსაც იყენებს, ანუ ესეთ fake news-ებს. იყო ასევე ერთი დონბასიდან თურქი ჟურნალისტი, თუმცა ნუ გასაგებია რომ პრორუსი არის, რომელიც ავრცელებდა ასევე fake ინფორმაციას, რომ ფაშინიანი იქ რაღაც თურქეთთან შეთანხმდა მეჩეტების მშენებლობაზე. ანუ ლოგიკა არის, რომ პროპაგანდა იქაც მუშაობს რუსული, დიახ, fake news-ები მოქმედონ საზოგადოებაზე. ნახოთ რა შედეგს დაადებს ფაშინიანის პარტია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია არა მარტო სომხეთისთვის. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში.